მოგესალმებით BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ. დღევანდელი გადაცემის თემა ხელოვნება, უფრო კონკრეტულად საუბრობთ Fearless-ზე, საგანგებო სახელოვნებო ბაზრობაზე, რომლის მიზანიც ვიზუალური ხელოვნების მხარდაჭერა. ღონისძიება თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება. ის ოფიციალურად 11 იანვარს გაიხსნა და ადგილზე აქტიური გალერეები და სახელოვნებო გაერთიანებების შეკრება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია სახელოვნებო სივრცეები. შესაბამისად, Fearless ბოლო რამდენიმე დღეა გახდა ადგილი, სადაც ხელოვანები მათ შორის დამთვალიერებელს და მომხმარებელს ხვდებიან. უფრო ვრცლად Fearless-ის შესახებ სიუჟეტში გიყვებით, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ეს არის საგანგებო სახელოვნებო ბაზარი Fearless, რომელიც მიზნად ისახავდა და სურვილი ჰქონდა მის ორგანიზატორებს და ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ ხელოვანებისთვის ამ რთულ კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერა მიეცა. ინიციატივა მდგომარეობდა იმაში, რომ თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სივრცე დაგვეთმო ამ საგანგებო ბაზრობისთვის, დაგვეპატიჟებია თანამედროვე ხელოვნების გალერეებს წარადგინათ ავტორები, რომლებთაც მუშაობდნენ, შეგვექმნა სივრცე და პლატფორმა, სადაც გაიყიდებოდა ნამუშევრები და ეს გაყიდული თანხები მთლიანად მოხმარებული იყო და ასეც იქნება მოხმარდება სწორედ გალერეების, შემოქმედებითი ჯგუფების და ხელოვანების მხარდაჭერას. ეს რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს ამ პროექტის და ინიციატივის, თუმცა არის მეორე განზომილება, მე რომ მკითხოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს განზომილება არის ვიზუალური ხელოვნების სცენის გაერთიანების და ერთიანობის განზომილება, რომელიც ძალიან მტკიცედ და მე ვიტყოდი ურყევათაც დგას იმ პოლიტიკური მოთხოვნების უკან, რომლის უკანაც ვიზუალური ხელოვნების სცენასთან ერთად სინამდვილეში ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობაც დგას. ძალიან საინტერესო სახელოვნებო პროცესები მიდის დღეს საქართველოში, მგონია რომ შეიძლება ეს გადამატებული არ იქნება, რომ შეიძლება იყოს რომ თბილისი საქართველო ახლა არის ხელოვნების როგორც დედაქალაქია ევროპისთვის, ისევე ხელოვნების ცენტრიც და ესეთი შეკრებები ხელს უწყობს, რომ აი ესე უფრო თვალნათლივ დავინახოთ თუ სინამდვილეში რა ხდება, რანაირი ტიპის ხელოვნება არსებობს. და ესეთი შეკრებები აძლიერებს აი ამ ახერხებს, რომ მეტი ურთიერთობები დამყარდეს. ესეთი შეკრებები კარგად აჩვენებს, რომ რა ძალა აქვს ხელოვნებას. აქ კარგად ჩანს, რომ ის რაც გარეთ ხდება ქვეყანაში, ის რაც ის მოვლენების მომსწრეც ვართ, ძალიან ადვილად და კარგად გადმოდის და კარგად ჩანს ხელოვნებაში. ხელოვნება მას სხვანაირად აჩვენებს, უფრო ემოციურად და უფრო თვალნათლივ შეიძლება დავინახოთ თუ საით უნდა წავიდეთ და როგორი შეიძლება იყოს სწორი გზა. კორიდორი 29 ნოემბრიდან არის დაკეტილი და გაფიცული პირველ რიგში განვითარებული მოვლენების გამო, მეორე რიგში, იმიტომ რომ ტერიტორიაზე არ გვიშვებდნენ, ჩვენი გალერეა მდებარეობს ინგოროყვას და ჩიტადის კუთხეში. ვთვლი, რომ პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს მუშაობაც და მოღვაწეობაც. შესაბამისად, ეს ინიციატივა, რომელიც წამოვიდა მულტიმედია მუზეუმიდან, იყო ძალიან კარგად მიღებული, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ყველა გალერეის მხრიდან და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მსგავსი ერთობის გამომჟღავნება და ერთდროული მცდელობა, რომ გადავარჩინოთ ეს სფერო იმ წნეხს და იმ შევიწროებას, რაც ამ სფეროს ზოგადად აქვს, მით უმეტეს ამ პერიოდში.
ვაგრძელებთ Fearless-ის საუბარს, რომელიც დღის ბოლომდე მიმდინარეობს. ინიციატივის იდეასა და მიზნებზე უფრო ვრცლად ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელი მოგვიყვება, რომელიც გვერდდება უკვე პირდაპირ ეთერში. ნესტან, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. თქვენ მადლობა დაბატონებისთვის. პრინციპში სიუჟეტში შევაჯამეთ ფაქტობრივად ის მთავარი იდეა, რის გარშემოც გაერთიანდა და მოეწყო ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, თუმცა მინდა აი ეს დაგეგმვის პროცესზე ვისაუბროთ და თავდაპირველად იმ საჭიროებაზე, რომელიც დაინახეთ მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, რომ სწორედ ამ ფორმით გამოგეხატათ მხარდაჭერა და გაგერთიანებინათ ხელოვნები ერთ სივრცეში. თქვენ რეპორტაჟში მართლაც მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნათქვამი იყო. თუმცა ალბათ რაც უნდა ითქვას არის ის, რომ თუ ვლაპარაკობთ ამ ღონისძიებით ვიზუალური ხელოვნების სცენის გაერთიანებაზე, ჩვენ სოლიდარობაზე, უნდა აუცილებლად ვთქვათ, რომ ვინაიდან სივრცე რომელსაც უმასპინძლა ღონისძიებას რაღაცნაირად სასრულია, საზღვრები აქვს გარკვეული, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა გალერეა ვისი დაპატიჟებაც გვენდომებოდა, ან ყველა გამომცემელი, ან სხვა შემოქმედებითი ჯგუფები უბრალოდ ვერ შევძელით. თუმცა, ნახოთ, შეიძლება ამას კიდევ რაღაც სხვა ფორმები მოუძებნოთ და შევკრიბეთ, ისინი ვინც პირველები გამოგვეხმაურენ, ვინც ძალიან აქტიურად მუშაობენ და დაგეგმვის პროცესი, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ყველა სახელოვნებო სივრცე, ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმიც აღარ გაიხსნა ახალი გამოფენით, თუმცა უნდა გაგვეხსნა გამოფენა 18 დეკემბერს. და შევერთით საპროტესტო მოძრაობასაც მანამდე ბევრად ადრე ბუნებრივია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, ვეთანხმები ერთ-ერთი მონაწილე, რასაც ამბობდა, მნიშვნელოვანი არის ისე, რომ პროტესტის პარალელურად არ გავჩერდეთ და აი ამ არ გაჩერებითაც ისე ერთი დიდი საქმე ვაკეთოთ, რომლისთვისაც პროტესტსაც გამოვხატავთ. ამიტომ ვიფიქრეთ კიდევ, და რასაც ვხედავდით ჩვენ სირგული იყო ის, რომ სახელოვნებო სფერო, დამოუკიდებელი ხელოვანები, ისევე როგორც არტისტები, შემოქმედებითი ჯგუფები მართლაც ისეთ კრიზისულ სიტუაციაში იყვნენ, იმიტომ რომ ყველა აქტივობა გაჩერებული იყო, გაყიდვები გაჩერებული იყო და ამიტომ წამოვიდა ეს იდეა, რომ ამ ღონისძიებით, ამ სახელოვნებო, საგანგებო სახელოვნებო ბაზრობით შეგვექმნა სივრცე, სადაც პრაქტიკულ ნაწილში, გაიჟღერა თქვენ რეპორტაჟში, შევძლებდით გაყიდვებს და ეს იქნებოდა პრაქტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება არტისტებისთვის და გალერეებისთვის და მეორე, ჩემი აზრით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ვიზუალური ხელოვნების სცენის წარმომადგენლებს მოგცემოდა გაერთიანების და ესეთ რაღაცნაირ ერთად და მტკიცედ დგომის შესაძლებლობა და მოდით ასე ვთქვათ ახალი პლატფორმაც. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება გაცილებით უფრო დიდი არის ვიდრე გალერეები, რომლებიც მხოლოდ ის გალერეები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ახლა და მონაწილეობენ სახელოვნებო ბაზრობაში. და როგორც ყველაფერი დღეს, რა თქმა უნდა, ექსტრემალურ პირობებში დაიგეგმა, ექსტრემალურ პირობებში განხორციელდა ყველაფერი და ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორი ენთუზიაზმით და მონდომებით შეხვდნენ გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები. მათ ჩართულობა ალბათ ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველა არა მარტო სახელოვნებო სფეროში, ალბათ ყველა სხვა სფეროში, რა თქმა უნდა, ყველას გვაკლია და გვენატრება ის დრო, როდესაც შეგვეძლო და შევძლებთ აუცილებლად. ის გვეკეთებინა. ხო, მუშაობენ, გვეკეთებია ის საქმე, რომელიც ვიცით და რომლის კეთებითაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის ზოგი ეკონომიკურ განვითარებას, ზოგი სოციალურ, ან კულტურულ განვითარებას, ზოგი პოლიტიკურ განვითარებას, სინამდვილეში ხო ამას ვაკეთებთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ორივე პლატფორმა, ფოტოგრაფიის მუზეუმიც და მანამდე ბევრად ადრე შექმნილი თბილისის ფოტოფესტივალიც სწორედ ამას აკეთებს. მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც აქტივიზმი როგორც ასეთი არ არსებობდა, ჩვენ 2010 წლიდან ბოდიში, სწორედ ამას ვაკეთებდით, რომ ფოტოგრაფიის ხელოვნების, ანუ ვიზუალური კულტურის მეშვეობით ვზრუნავდით იმაზე, რომ შეგვექმნა განვითარების ახალი შესაძლებლობები და საზოგადოებას, ან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს
ჯგუფებისთვის ამ განვითარების ახალი გზები გაგვეხსნა. და ამას გავაკეთებთ კიდევ აუცილებლად. და შესაბამისად Fearless-იც მართალია საგანგებო პირობებში და თავისი საგანგებო ფორმით, მაგრამ იგივე საკეთებს. არ გაჩერება, ეხა არის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი საქმის კეთება. ისე რომ ეს იყო რაღაცნაირ საფუძველი რის გარშემოც მე უკვე დაშენდა ეს ჩვენი Fearless. კი ბატონო, ჩვენ საუბრობდით იმ კრიზისზე, რაც არის დღევანდელი რეალობა, მათ შორის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით არაერთმა სფერომ იგრძნო ეს გავლენები. თქვენ შეფასებით რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგანან ახლა ხელოვანები სწორედ აი ამ პერიოდში ჩვენ ვახსენეთ შესავალშიც ისიც რომ რამდენიმე გალერიამ ფაქტობრივად შეაჩერა დროებით ფუნქციონირება, ვეღარ ხვდება მომხმარებელს, ვეღარ ხვდება დამთვალიერებას. ფაქტურად ყველას გაჩერებული აქვს, რაც პირდაპირ აისახება მე ხელოვანებზე თვითონ, ხო, იმიტომ რომ არის ერთი უჯრედი არის გალერეა, გალერეის უკან დგანან ხელოვანები, არის ცალკე კიდევ უფრო მოწყვლადი ჯგუფები, ეს არის შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი ინიციატივები და არიან კიდევ დამოუკიდებელი ხელოვანები, ხო? ყველაფერი გაჩერდა, რა თქმა უნდა, შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, იმიტომ რომ კრიზისი დიდია, კრიზისი პოლიტიკურია, პოლიტიკურს მოყვება ეკონომიკური, მე სოციალურიც და კულტურულიც, ბუნებრივია. ამიტომ ამ კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა მთელი სფერო, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, არ დავასახებ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, იქნება ეს ტურიზმი, სტუმართ მასპინძლობა თუ ასე შემდეგ, ძალიან ბევრი და სახელოვნებო სფეროც ვერანაირად ვერ აცდებოდა, ბუნებრივია, ამ რაღაც მიმდინარე მოვლენების განვითარებას და ამ მოვლენების შედეგებს. ეხლა გამოწვევა არის პროტესტის პარალელურად, პროტესტის ფონზე, როგორ შევძლოთ და ვაცოცხლოთ სფერო, ვაცოცხლოთ ორგანიზმები, ის ორგანიზმები, რომლებიც ქმნიან ძალიან დინამიურ და ძალიან საინტერესო სახელოვნებო სცენას. რომლის განვითარებაც ბევრი წელია მიმდინარეობს, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. ამიტომ არავის არ გვაქვს უფლება არ ვიზრუნოთ იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგები და ვიზრუნოთ იმაზე, როგორ განვითარდეთ კრიზისის მიუხედავად. Fearless-ი გაიხსნა 11 იანვარს და დღეს უკვე დღის ბოლომდე 9 საათზე, ხო? დაიხურება. დღეს ბოლო დღე არის, მეოთხე დღე. ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდია. ხო, აი სწორედ ინტერესი მინდა შევაფასოთ და აქტივობა. ერთია ჩართულობა თავად ხელოვანების მხრიდან და მათი ენთუზიაზმი, რაზეც ვისაუბრეთ, თუმცა საინტერესოა მეორე მხარემ უკვე, მათ შორის დამთვალიერებელმა, მომხმარებელმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან შესყიდვით სხვადასხვა ნამუშევრებით, როგორ მიიღეს ეს ინიციატივა, როგორ შეაფასებდით აქტივობას, რაც დაფიქსირდა. მე ვიტყოდი, რომ ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც გალერეებმა და ხელოვანებმა მიიღეს ეს იდეა და ინიციატივა ძალიან დიდი აუდიტორია ყავს ამ საგანგებო სახელოვნებო ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაცია ისევ არის, რა თქმა უნდა, ნაწილი, დიდი ნაწილი დამთვალიერებელია, ვინც მოდის და ვინც მონატრებულია და თან ძალიან კარგი შესაძლებლობა არის მართლა ესეთი თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების სცენის ძალიან საინტერესო ავტორების, ახალგაზრდების, ან უკვე შემდგარი არტისტების ნამუშევრების ნახვის, შეძენის ძალიან საინტერესო კოლექცია აქვთ წარმოდგენილი ასევე მცირე გამომცემლობებს, ხელნაკეთ წიგნებს და ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გამოაყოლოს ვიზიტორმა ხელს და გაყიდვებიც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო არის, რომ გაყიდვებით შედგა. ჩვენ როგორც მუზეუმი სინამდვილეში არაფერი ვიცით გაყიდვების, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ხოლმე არასდროს არ ვაწარმოებთ ჩვენ თვითონ გაყიდვებს, მაგრამ გალერეებმა ძალიან კარგად იმუშავეს, თვითონ ღონისძიებისადმი ინტერესმა იმუშავა ძალიან კარგი და ქართველი კოლექციონერებიც, საერთაშორისო კოლექციონერებიც ამ დღების განმავლობაში სტუმრობენ სულ ბაზრობას და სულ რაღაცა იყიდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ბოლო დღე გაგვეგრძელებინა 9 საათამდე იქნება ღია მუზეუმი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა მოვიდეს და ნახოს ის, რასაც ჩვენ დავარქვით ხელოვნების საგანგებო ბაზარი, კი არა და ბაზრობა და თან დავარქვით Fearless.
კი ბატონო. გეგმებზეც მინდა ვისაუბროთ. თუ გაჩნდა უკვე იდეა, რომ რაღაცა განგრძობითი ხასიათი მიიღოს ამას. თქვენ ისიც ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი მსურველი იყო, თუმცა სივრცე ყველა მსურველს ვერ დაიტევდა. თუ არის ამის გეგმა და სამომავლო მიზნები ამ ადამიანებთან ერთად? ნუ თუ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ის აბსოლუტურად არაკომერციული ღონისძიება არის. ხო, იმიტომ რომ ჩვენ დავუთმეთ ფოტოგრაფის და მულტიმედიის სივრცე გალერეებს. სინამდვილეში ბაზრობის პრინციპი არის ის, სახელოვნებო ბაზრობის ისე როგორც სხვა ყოველთვის, რომ გალერეები, როდესაც მონაწილეობას მიღება უნდა ბაზრობაში, ისინი ყიდულობენ სივრცეებს. ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივად ჩვენ მივეცთ, ეს იყო მთელი იდეა. და პირიქით რაც შეგვეძლო კიდე დამატებით ისიც რაღაცნაირად მუზეუმმა თავის თავზე აიღო, იმიტომ რომ ძალიან გვინდოდა რომ შემდგარიყო ეს ღონისძიება. ამიტომ რაღაცნაირად ისეთი ჰიბრიდული იყო თავიდანვე და რაღაცნაირად მართლაც საგანგებო. ისე გახსოვთ ალბათ რომ არის თბილისის ხელოვნების ბაზარი არსებობს, ტაფი, რომელიც სამჯერ ჩატარდა უკვე, რომელსაც თავისი გეგმები აქვს, ეჭვიც არ მეპარება და თუ მეკითხებით იმას, რომ თქვა აი ესეთ საგანგებო ფორმით გავაგრძელებთ თუ არა და განვითარება ექნება თუ არა, ამ გამიჭირდება ახლა მოგცეთ ამაზე პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას უნდა ყველა მონატრებულია და ყველა დიდი საჭიროება არსებობს, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად მაინც ცოტა სხვა პროფილი გვაქვს და ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. თუმცა დარწმუნებული არის ერთობა შენარჩუნდება, რა არის პრეცედენტიც უკვე შეიქმნა. ერთობა რა თქმა უნდა, ერთობა გაიზრდება კიდევაც და გამტკიცდება და სახელოვნებას სფეროს წარმოქმნა. კი, აუცილებლად. თავად მუზეუმის გეგმებზე მინდა კითხოთ. შევაფასოთ 2024 წელი, როგორ იყო 2024 წელი, რა მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, მოვლენებს გამოყვებდით საქმიანობის ჭრილში? იცით რა არის, შეიძლება ძალიან კარგი მომენტი იყოს და საბაბი ახლა თქვენთან შეხვედრა და საუბარი იმისთვის, რომ მუზეუმის როგორც ახალი პლატფორმის განვითარების პირველი 5 წელი შევაჭამოთ. იმიტომ რომ აი ამასობაში 2019 წლიდან გავიდა 5 წელი, ისეთი პირველი იუბილე გქონდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო რომ სვარ გვედღესასწაულებოდა არ ავღნიშნეთ მუზეუმის 5 წელი, მაგრამ ეს 5 წელი გავიდა, გავიარეთ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი კრიზისი, მათ შორის პანდემია, ესეთი ლოკალური, რეგიონული, საერთაშორისო კრიზისები და რაღაცნაირად ამ კრიზისების მიუხედავად ამ პლატფორმამ, რომელიც სინამდვილეში ესეთი ძალიან პატარა, მაგრამ თავის საქმეში შეყვარებული და ერთგული გუნდის მიერ არის შექმნილი და დღესაც ესეთი ძალიან პატარა გუნდი მუშაობს ამ პლატფორმის განვითარებაზე, მგონია რომ პლატფორმა შედგა, იმიტომ რომ რა ვიცი, მე მგონი ერთადერთები ვართ რაღაცნაირად ესეთი რეგიონის მასშტაბით, როგორც ინსტიტუცია, რომელიც მთლიანად არის ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე, ფოტოზეც, ვიდეოზეც, ახალ მედიებზე. ნუ ახლა მაგალითად ამ საგანგებო ბაზრობით გავიხსენით უცბად თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისთვის უფრო ფართო გაგებით. და მუზეუმი მე მგონი ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიას იქმნის, ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ქმნის და არა მარტო თბილისში და დედაქალაქში, არამედ ჩვენი პროექტები გადის დედაქალაქიდან ძალიან შორს და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ვმუშაობთ, სადაც საგანმანათლებლო ახალ შესაძლებლობებს ვქნით და ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალი თაობა ახალი და ესეთი დივერსიფიცირებული ინტერესებით გაიზარდოს, სადაც თანამედროვე ხელოვნებას და გამოსახულებას გადამწყვეტი როლი აქვს სამოქალაქო განვითარებისთვის და იმაში, რასაც შეიძლება დავარქვათ, ესეთი სამყაროს ხედვა ამ სამყაროში თანამედროვე ადამიანის ადგილის რაღაცნაირად გააზრება, რის გარეშეც შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოება იყოს ძლიერი. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ მუზეუმი თბილისის ფოტოფესტივალთან ერთად სწორედ ამაზე აგრძელებს ზრუნვას. პირიქით, გავაბევრეთ ეს შესაძლებლობები და რამდენიმე რეგიონი უკვე ჩვენი რეგიონი გახდა, იმიტომ რომ გავხსენით ვიზუალური განათლების ცენტრებიც, გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამები, რეგულარულად დავდივართ
ვასწავლით გრანტების გაცემის შესაძლებლობებს ვქნით და ეს ყველაფერი გვიბრუნდება ძალიან კარგი შედეგებით ჩვენ როგორც ამ საზოგადოების წარმომადგენლებს და წევრებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ამ მნიშვნელოვანი იდეის, ასე ვთქვათ, პრეზენტაციისთვის და შეჯამებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, წარმატებები მუზეუმს და მსგავს ინიციატივებს. მადლობა კიდევ ერთხელ ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელი გსტუმრობდა. გადაცემაში ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მეორე ნაწილსაც ფერლესაც უთმობთ, რამდენიმე წუთში სტუმრადველით დედიკა ბულიას, დედიკას გალერეას დამფუძნებელს და ფერლესის მონაწილეს, ასე რომ დაგვალოდით. 11 იანვარს 14 იანვრის ჩათვლით ხელოვნების მხარდამჭერი საგანგებო სახელოვნებო ბაზრობა სახელად ფერლეს გაიხსნა, რომელსაც სივრცე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა დაუდგა. ღონისძიების მონაწილეები აქტიური გალერეები და სახელოვნებე გაერთიანებები არიან, რომლებიც იდეოლოგიურად იზიარებენ მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოების სურვილს საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. აქვე კეთყვით იმასაც, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისად ფერლეს ბოლო რამდენიმე დღეა გახდა ადგილი, სადაც ხელოვნები დამთვალიერებელს და მომხმარებელს ხვდება. მოკლედ, ფერლესის სახელოვნებო პასუხიანი საგანგებო მდგომარეობაზე, რომელშიც მთელი ქვეყანა და მათ შორის ვიზუალური ხელოვნება იმყოფება. ფერლესის მიზნებზე და ზოგადად სახელოვნებო სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარს დედიკა ბულიასთან, დედიკას გალერეას დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. აქვე კეთყვით, რომ დედიკას გალერეა ფერლესის მონაწილეა. მოგესალმებით, გაბატონო დედიკა, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენს გადაცემაში. თქვენს მადლობთ. პირველი რაც მინდა ვკითხოთ არის თქვენი ჩართულობა ფერლესში. თქვენ ხართ ერთ-ერთი მონაწილე, როგორც აღნიშნე შესავალში. შესაბამისად, საინტერესოა თქვენი შეფასებაც ამასთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობის არის ასეთი ინიციატივები მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც ვიცით, რომ კრიზისია ქვეყანაში და ეს კრიზისი უკვე იგრძნო თითქმის ყველა სფერო, მათ შორის არც გამონაკლისი არ არის. მათ შორის კერძო გალერეებმაც. ფერლესი ჩემთვის პირადად არის შეხვედრის ადგილი, სოლიდარობის აქტი. როდესაც მომწერეს და მოწვევა მივიღე მონაწილეობის შესახებ, არც დავფიქრებულ ვარ, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე სასიხარულო, იმიტომ რომ ერთადერთი ძველი გალერეა, რომელიც მონაწილეობდა, ახალგაზრდა გალერეებთან ერთად და ეს ფაქტი იყო ჩემთვის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ ჩვენი გალერეა დაარსდა 2009 წელს და 16 წელია ბაზარზე ვარ და ძალიან ბევრი რყევები გამოვიარეთ, მაგრამ ისაც დღეს ხდება საქართველოში, მსგავსი ფაქტების მოწმე და მსგავსი სირთულეების გადამლახავი და წინ დამდგარი თვითონ არტისტების გალერეა და მე ესეთი სიტუაცია არ მახსოვს. მნიშვნელოვანია ძალიან იმით, რომ ველოდებოდი, რომ თქვა 5-6 გალერეა იქნებოდა, აღმოჩნდა, როდესაც ექსპოზიცია გავაკეთეთ, რომ თითქმის მთელი სახელოვნებო სფერო 17 გაერთიანება, პლატფორმა იღებს მონაწილეობას. ხაზი მინდა გაუსვა იმ ახალგაზრდა გალერეებს, რომლებსაც ნაკლებად იცნობს დამთვალიერებელი და რომელიც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს, იმიტომ რომ ფაქტიურად ამათ გაიტანეს საერთაშორისო ფიარებზე და ბაზრობებზე ქართული თანამედროვე ხელოვნება და აუცილებლად მინდა ჩამოვთვალო და თუ შეიძლება წავიკითხავ, რომ ვინმე არ გამომრჩეს სახელები. ვინმე არ გამომრჩეს, აი ეხლავე ნახეთ. ეს არიან ის მონაწილეები. მონაწილეები, დიახ, კუნსხალე თბილისი, გალერეა არტბიტი, დედიკას გალერეა, ვინდოუ პროჯექტი, გალერეა 4710, ხელოვნების სახლი, გორი ხელოვნების სახლი, სხვათა შორის ამაზე მინდა ერთი წინადადება თქვა, რომ ეს ხელოვანები და კურატორები გამოუშვეს ხელოვნების სახლიდან ერთი გამოფენის გამო. ინსტალაცია ჰქონდათ გაკეთებული ანდრო დადიანის, რომელსაც ეწერა გორი ბოდის არ მოიხდის და აი ამის გამო, თქვათ, დამთავრდა მათი თანამშრომლობა იმ სივრცესთან და ეს არის დიქტატურა და ეს არის ცენზურა, იმიტომ რომ ესეც რაღაცები ადრე არ ხდებოდა და ამიტომ გამოვყავი ამ გალერეაზეც მინდოდა გწოდნოდათ. კონა ბოქსი, ობსკურა,
ქვაისლერის გალერეა, პატარა გალერეა, კორიდორი, კურორტი, გალერეა კონტეინერი, ეს უკვე დიდი ხანია არსებობს, ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცე, ელენე თქვენი სტუმარია დღეს, ყველაფრის მაღაზია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რომლის დამფუძნებელია ვატო წერეთელი და ჩვენი გალერეა ერთდროულად დაარსდა 2009-ში. მარჯვენა სანაპიროზე ჩვენ ვიყავით, მარცხნივ ისინი იყვნენ, იუსტიციის სახლი არ იყო, რაც მშვიდი ისეთი ქუჩა იყო და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი. და ის დრო და სხვათა შორის იყო მაშინ რაღაც ესეთი აზრი, რომ იუსტიციის სახლის ადგილას უნდა გაკეთებულიყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც რა თქმა უნდა არ შედგა ეს პროექტი და აქვე მინდა გავუსვა, რადგან მუზეუმი ვახსენეთ, რომ ძირითადად არ აქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საჯარო ფონდები და ასე შემდეგ. მთელი დატვირთვა, დარტყმა, ყველაფერი გადადის კერძო გალერეებზე. საქართველოს კერძო გალერეები არიან ნამდვილად გმირები და ყველა ხვაზლი არის ძალიან დასაფასებელი, ახლებზე ვილაპარაკე და ძველებიც მათ შორის ყველას თავისი ვინც აქტიურად არის ამ სფეროს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოპულარიზაცია მოძებნა 80-იანი წლების ცალკე, 90-იანი ცალკე, 2000 წლების მილენიუმის თაობა. ჩვენი გალერეა მაგალითად ორ თაობაზე მუშაობს. 90-იანი წლების პრეზენტაციას 10 წელი დაუთმეთ და ეხლა უკვე 2018-დან 2000 წლების მხატვრები არის ჩვენი ძირითადი. კი ბატონო, რადგან ამ კრიზისულ სიტუაციაზე ვსაუბრობ, თქვენც ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რომ ის რაც ახლა ხდება, ამდენი წელია გალერეა ოპერირებს და არ გახსოვთ მსგავსი პრეცედენტი. რა არის ის მთავარი გამოწვევები, რის წინაშეც დგას ახლა კერძო გალერეები? თქვენ მათ შორის ფინანსური ნაწილიც ახსენეთ და დამთვალიერებლის ინტერესი, რამდენად არის ახლა შენარჩუნებული ინტერესი, რამდენად სტუმრობენ გალერეებს შემსყიდველები მათ შორის მიმდინარე მოვლენების ფონზე? გეტყვით. მოიხსნა ყველა გამოფენა. მე პირადად გადავიტანე 2025 წლისთვის, იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დამთვალიერებელი არ არსებობს. გალერეა ჩვენ ვერ ვიკეტებით, იმიტომ რომ სხვა ვალდებულებების გვაქვს, მხატვრები შემოდიან, გადიან, კატალოგზე მუშაობთ და რაღაცეები არის, რომელიც პარალელურად უნდა ვაკეთოთ. მაგრამ სრული სიცარიელია, არ მახსოვს ბოლო დამთვალიერებელი როდის იყო. გაყიდვებზე ნოემბრამდე კიდე არ აუშავდა და დეკემბერი ფაქტიურად ძალიან გაჩერებული. კრიზისია, სერიოზული კრიზისია. მაგრამ გავალთ ფონს ასე მგონია, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ სრულიად საზოგადოება სახელოვნებო სივრცე ჩართულია უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. და ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს იგრძნობოდა ამ FIARLES-ის გახსნაზე. იმიტომ რომ ფაქტიურად და აქვე მადლობას ვუხდი ამ ინიციატივისთვის, ამ ღონისძიებისთვის სამხატვრო ხელმძღვანელს ნესტან ციციშვილს და კურატორ ანა გაბელაიას, ვისი მეშვეობითაც მოხერხდა ეს არაჩვეულებრივი კი ბატონო. ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების დაგეგმა და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა გახსნაზე. ფაქტიურად, რადგან საგანგებო ბაზრობა იყო, ჩვენი დამთვალიერებელიც, ჩვენი თანამოაზრეები იყვნენ და იყო ის ერთობა, იყო ის შეხვედრის რაც არაჩვეულებრივი მონატრებული ადგილი, რომელიც თქვათ გარეთ არის ქუჩაში, მაგრამ შიგნით ხელოვნების ნიმუშებთან ერთად განსაკუთრებული ხიბლი ქონდა ამ ყველაფერს და მე პირადად ძალიან მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ გვენატრება ადამიანები ვართ და ეს ჩვენი საქმის ნაწილია, რომელსაც რაღაცა ცოტა ხანი ესეთი გამონათება ქონდა და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს არის ისტორიული გამოფენა. ისტორიულია იმით, რომ საგანგებო სიტუაციაში, საგანგებო სახელწოდებით მოეწყო და იმ ნამუშევრებს, რომლებიც აქ იყიდება ამ ღონისძიებაზე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მე მინდა კოლექციონერებს, შემგროვებლებს, მომხმარებლებს, ხელოვნების მოყვარულებს უთხრათ, რომ ვუთხრა აქედან თქვენი ეთერის საშუალებით, რომ
აუცილებლად ნახონ და ათვალიერონ და მხარი დაუჭირონ, ვინაიდან ამ ისტორიის ნაწილი ხდებიან და როდესაც ყველაფერი დაალაგდება, თუნდაც ის რომ საგანგებო ხელოვნების ბაზრობაზე შეძენილი ნამუშევარი უკვე სხვა ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ნამუშევარი ისტორიით ფასდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი დღე დარჩა, მაგრამ დამთვალიერებელი. დღეს უკვე 9 საათამდე მე მგონი ხვალ 2 საათამდე, არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი ელენეს. ქალბატონო დედიკა, მინდა გეგმებზეც ვისაუბროთ გალერეის ჭრილში, საუბარი ამით შევაჯამოთ. დარწმუნებული ვარ, რთულია ახლა რაიმე გეგმა დასახო, თუმცა არ არის ის თავარი, რასაც 2025 წლის ჭრილში აპირებს. გეტყვით გეგმებზე. ჩემი პირადად ჩემი გეგმა ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გრძელვადიანი პროექტი შევაჩერე, გადავდე. მაგალითად ძალიან მასშტაბური ზურა აფხაზის გამოფენა ფაქტიურად ნახევარი უკვე შესრულებულია. სალომე ელანიძე ხა დეკემბერში ამთავრებს. კოტე სულაბერიძის გამოფენა ის რაც დაგეგმილი ქონდა, ის არის შეჩერებული, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი. თუ ჩვენ გავალ ფონს, ქვეყანა დაალაგდება, ჩატარდება ხელახალი არჩევნები, განთავისუფლებიან პატიმრები, ჩავდგებით ცხოვრების რიტმში, მე აუცილებლად გვერდებით ძალიან ბევრ საინტერესო და კარგ გამოქმედებას თუ არა და გალერეა დაიხურება, იმიტომ რომ მე იმ ქვეყანაში, რომელსაც არ უშვებ შეიძლება მივიღოთ თუ მოვლენებით სულად განვითარდა, მაგრამ არ უშვებ, იქ მე ჩემი გალერეის ადგილს ვერ ვნახავ და ამიტომ ალბათ სავარაუდოდ დავხურავდა. იმედი ამ რეალობის წინაშე არ დავდგებით და არა. ამ მიმართულებით წავრავ. ძალიან ბევრი ბიზნესის წარმოადგენელისგანაც მოვისმინეთ გავსი ასე ვთქვათ შეფასება, რომ ეს იქნება საბოლოოდ შედეგი თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვაშენეთ ეს ურთიერთობები. ჩვენი კოლექციონერი, ევროპელი კოლექციონერები, ამერიკელი კოლექციონერები, ესენიც აღარ შემოდიან გაქრნენ, ნუ რაღაც ყველა მხრიდან და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ რაღაცას ვიტყვი, ახალგაზრდა კოლექციონერები, რომელიც ჩვენი გალერეის მართლა ისეთი მოყვარულები და მხარდამჭერები არიან მიტინგებზე. ისინიც იქ არიან. ანუ მხატვარი იქ არის, გალერეის თანამშრომელი იქ არის, კოლექციონერი იქ არის. ნუ ხო მე აქტივისტი არ ვარ და საკვანძო გამოფენების მარშები როცა მაგალითად ხელოვანების მარში კიდე აი რაღაც ჯაჭვი და ესეთ რაღაცებში ვიღებ მონაწილეობას ესე ყოველდღიურ აქციებში ვერთობი, მაგრამ ნუ ოჯახის წევრები და თანამოაზრეები, მეგობრები კი საკმაოდ ბევრი ვართ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ შევხვდებით კიდევ უფრო 2025 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე სასაუბროთ. უკვე კარგი შედეგები. კი, აუცილებლად. დედიკა ბულია, დედიკას გალერეის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. BMG-ს გუნდი ქოქავს თქვენთვის საქმიან დილას. თქვენ ყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ. BMG-ს გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს. უძრავი ქონების პროსპექტს ვიწყებთ. უყურეთ საქმიან საღამოს ყოველ დღე 9-ის ნახევარზე. BMG TV-ზე წერტილის დროა. ვაგრძელებთ ფერლესეს საუბარს და სახელოვნებო ბაზრის კიდევ ერთი მონაწილე შემოგვერთდება ელენე აბაშიძის საგემოფენო სივრცის კურატორი ელენე აბაშიძეა ჩვენი სტუმარი, რომელთან უფრო ცალად ვისაუბრებთ ღონისძიებაზე. ელენე, მოგესალმებით, მადლობა თქვენი ჩართულობისთვის და თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა დაპატიჟების. პირველი კითხვა თქვენთანაც ანალოგიური მექნება. მინდა ფერლესის მნიშვნელობაზე და ზოგადად სახელოვნებო სფეროს გაერთიანების მნიშვნელობაზე გკითხოთ მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ისმოდეს ხელოვნების ხმაც ამ პროცესებში? ჩემი აზრით ამ გამოფენის რამდენიმე განზომილება აქვს. პირველ რიგში თავისთავად ეს არის თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმის და ფოტოგრაფიის და მულტიმედია მუზეუმის ინიციატივა და როგორ გითხრა რაღაცნაირად კეთილი ხელის გაწვდენა თბილისის დამოუკიდებელი სცენისთვის, რომელიც
უკვე თვეზე მეტი არის ძირითადად ან ბოიკოტზე არის, ან გაჩერებულია სხვადასხვა მიზეზების გამო და პრინციპში აღარ მუშაობს. ახლა მოგეხსენებათ თბილისის და ზოგადად ასევე გორის თუ ბათუმი და ქუთაისის საქართველოს დამოუკიდებელი სცენა, რა იგულისხმება აქ ხო, ანუ სცენა, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. მთლიანად დამოკიდებულია ან იმ ევროპულ გრანტებზე, რომელზეც ახლა ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა, ან კერძო გაყიდვებზე, ხო? თუ კომერციულ გალერეებზე არის ლაპარაკი და არჩევნების მერე ეს არც ერთი აღარ არსებობს. ახლა ჩემი გალერეა პირადად ზუსტად თვეზე მეტია, რაც არც გახსნილა, გამოფენა, რომელიც უნდა გამეხსნა, გადაიდო, არ ვიცი როდის გაიხსნება. ბევრი მიზეზით, მაგალითად თვითონ მხატვარი, ვის გამოფენაც უნდა ყოფილიყო, მისთვის არ არის ეთიკური ამ მომენტში გახსნა გამოფენის, თქვათ, მის შეხედულებით, ჩემი შეხედულებით და ასე შემდეგ. და ბევრია ესე შემსავით, ხო, რაღაც მაგალითად გალერეა 4710-იც ესე არის, უკვე რამდენი ხანია დაკეტილია და ყველა და ბევრი სხვა ყველა ველოდებით ვითომ უკეთეს მომენტს, მაგრამ ეს უკეთესი მომენტი როდის იქნება არ ვიცით და ამ დროს ვფიქრობ, ესეთი ღონისძიების გამართვა იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სცენისთვის. ბევრს ეშლება ხოლმე რომ მოდიან მეკითხებენ ეს საქველმოქმედო აქცია და ვის ვეხმარებით. მიჩვეული არის საზოგადოება, რომ მხატვრები ხშირად გასცემენ ხოლმე თანამშრომლებს უფასოდ, იგივე გალერეები, რომ სხვას დავეხმაროთ. ამას ძალიან ხშირად ვაკეთებთ და არა, პირველად არის ეს ბაზრობა, რომ დავეხმაროთ მხატვრებს. თავად მხატვრებს და ამ შემთხვევაში მხატვრები სხვებისთვის კი არა, მხატვრებისთვის კეთდება ეს პირველ რიგში, ვისთვისაც ბევრი გზა იმისთვის, რომ გადარჩეს, მოიჭრა და იგივე დამოუკიდებელი ინიციატივებისთვის, როგორც არის გალერეები და მაგალითად სახელოსნოების გაერთიანებები ან სახელოვნებო კოლექტივები და პატარა გამომცემლებები და ასე შემდეგ. კი ბატონო, აქტივობაზე გითხავთ, როგორი იყო აქტივობა ამ 3 დღის განმავლობაში? ძალიან აქტიური, განსაკუთრებით პირველ დღეს იყო სავსე ხალხით და როგორც მივხვდი, ყველას გაუხარდა და ძალიან მონატრებული არ პირველ რიგში ადამიანი რომ გამოფენაზე მივიდეს. შემდეგ ნუ რა ხა როგორც ნესტარმა მანამდე ახსენა რაღაც გაყიდვებიც არის, ანუ ამ ხრივაც ძალიან დიდი სტიმულია და ყველა მხრივ და რა ყველა ვთხოვთ ნესტანს რომ კიდევ ხშირად გააკეთონ ესეთი ღონისძიება, რაც მესმის რომ შეიძლება ბევრად რთული იყოს და ელენე, თქვენ ახსენეთ ის გამოწვევები და ფაქტობრივად ის რომ ძალიან ბევრი გალერეა, გუშინაც ვისაუბრეთ ამაზე დღეს გადაცემაშიც საუბრობდით, დახურულია მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ქალბატონ დედიკაც ამბობდა, რომ არ ვართ დახურულები, მაგრამ რა აზრი აქვს, რომ ღიავართ, ხალხი არ დადის და ის კოლექციონერები, ევროპელი კოლექციონერები, მათ შორის მთავარი შემსყიდველები არიან, არ არიან. უშუალოდ თქვენს ჭრილში როგორ არის, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რის წინაშეც ახლა გალერეები, კერძო გალერეები დგას, ფინანსური თვალსაზრისითაც რა დანაკარგებზეა საუბარი? ხო, ფინანსური პირველ რიგში თუ თქვათ გალერეა დაიკეტა, მართლა ფინანსური გამოწვევების გამო იქნება, ისედაც წირია, ისედაც ეს სფერო არ ფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ანუ ან სამინისტროს მიერ კატეგორიულად არ ფინანსდება. შესაბამისად, ჩვენთვის ერთადერთი შემოსავალი წყარო არის გაყიდვები და გაყიდვები საერთაშორისო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან კარგი ინიციატივა არის და იყო თბილისის ხელოვნების ბაზრობა TAFI თავისთავად და ვთქვათ Fairless და TAFI ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ბაზრობაა საერთოდ. თუმცა როგორც ვიცი, ხა არც TAFI-ზე აღარა ვართ დარწმუნებულები, შეძლებს თუ არა არსებობას, ან თუ კი რა ფორმატით და როგორ იქნება. აი ესეთ მომენტში ეს საგანგებო ბაზრობა ნამდვილად იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანი ძალიან მადლობელები ვართ. კი ბატონო. სხვა სფეროს წარმომადგენლებს ხშირად ვეკითხებით ხოლმე, რატომ ევროინტეგრაცია, რატომ ეს კურსი ქვეყნისთვის, უშუალოდ სახელოვნებო სფეროსთვის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დღეს ჩვენი რესპონდენტებიდან დაყნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება განსაკუთრებით აინტერესებს ევროპელ კოლექციონერს და შემსყიდველს. მათი წილი როგორია ამ პროცესში? ეს ხო იწვევს განვითარებას, როდესაც ასეთი შემსყიდველი გყავს, მე უფრო მეტი мотивაციით გრძელდება. რა თქმა უნდა, კულტურის განვითარება
ანუ ფინანსების გარშე არ ხდება, მოგეხსენებათ ხო, ყველაზე ფინანსურად ერთმანეთთან კავშირშია ფინანსური კრიზისი, თუ არის მაშინ კულტურის კრიზისი წვევს და ასე შემდეგ. ევროპის ბაზარზე გასვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხელოვანებისთვის. ეს პროცესი სულ რამდენიმე წელი რაც დაიწყო უფრო აქტიურად, თავისთავად ყოველთვის არსებობდა, მაგრამ უფრო აქტიურად ქართველი მხატვრები და თანამედროვე ხელოვნებები გამოჩნდნენ ევროპის როგორც ბაზარზე, ისე ვთქვათ, ინსტიტუციებში ბოლო რამდენიმე წელი, შეიძლება ითქვას ბოლო 10 წლის მანძილზე ხდება ესეთი სახის ინტეგრაცია, რაც რა ვიცი, წინ უძღვოდა ჩვენი ევროპის ინტეგრაციას, რომელიც ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის თავისთავად ეს აი არც ვიცი როგორ უნდა ახსნა, ანუ ეს არის ადამიანის უფლებების მხრივ თუ რა ვიცი, იგივე კულტურის განვითარების მხრივ, იდენტობის შენარჩუნების მხრივ თუ იგივე ეკონომიკური და თავდაცვის გამო. კი ბატონო. ელენე, როგორია თქვენი მოლოდინები, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როდის ფიქრობთ, რომ განაახლებს გალერეა ფუნქციონირებას, რა არის ის მოლოდინები, რაც გაგაჩნიათ? რა ვიცი, ეხლა თქვენთან აი BMG-ზე ალბათ ფინანსური მხარე უფრო ისე ვთქვათ აქტუალური არის მაყურებლისთვის. მე როგორც ვიცი, უწყებიან რომ ეს კრიზისი მხოლოდ უარესი გახდება. რაღაცა პერიოდის განმავლობაში და მე ველოდები რომ ალბათ გაზაფხულზე გავიხსნები, მაგრამ თუ მართლა ყოველთვიურად თუ არის გახდება, სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ჩემი გალერეის შესახებ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბევრი სხვა გააგრძელებს მუშაობას. ისე როგორ რამდენად იზრდება ინტერესი თანამედროვე ქართული ხელოვნების მიმართ? როგორი იყო ტენდენციები იქამდე სანამ ეს რთული პერიოდი წამოგვეწეოდა? ой, ძალიან გაზრდილია. მე ახლა მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი დედიკასავით გამოცდილი გალერეა არ მაქვს და დედიკასავით, თქვათ, ბევრი საერთაშორისო კოლექტორი მე არ ამყავს. ძირითადი კოლექტორები, ვისთანაც მუშაობ, ვისაც აინტერესებს ხელოვანები, ვისთანაც მუშაობ, არიან ევროპელები, ან დიდი ბრიტანეთიდან და ასე შემდეგ და ძალიან აინტერესებთ ჟურნალები წერენ ქართულ მხატვრებზე, ჩამოდიან კურატორები მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა მუზეუმიდან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციიდან და ძალიან დიდი ფოკუსია, რომელიც რამდენიმე წელი როგორც ამბობ დაიწყო საქართველოსზე და ძალიან მეშინია, რომ ისე უკან არ წაიყვიდეს, იმიტომ რომ ძლივს რაღაცნაირ ფოკუსში მოექცა ეს ქვეყანა, რომელიც მართლა ხა რამდენიმე წლის წინ სად იყო დედამიწაზე, ეგეც არ იცოდნენ ჩემ სფეროში. მე განათლება ინგლისში მაქვს მიღებული და როცა ვსწავლობდი, ადამიანები არ იცოდნენ გეოგრაფიულად საიდან ვიყავი და ეს არ იყო ძალიან დიდი ხნის წინ და ძალიან სწრაფად მოახდინა კულტურამ ამ ქვეყნის დედამიწაზე დასმა, როგორ ვიქცეთ. და საზღვრებს გარეთ პოტენციალს მოჭრავს. კულტურა არის ენა. პირველ რიგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს შენარჩუნებული. დიდი მადლობა, ელენე, გადაცემაში სტუმრობისთვის თქვენი დროისთვის და წარმატებები ველოდებით უკვე გაზაფხულზე, იმედი გვაქვს, რომ გაიხსნება გალერეა და გააგრძელებთ იმ საქმის კეთებას, რაც გამოგდით და რაც უნდა ააკეთოს. კი, ძალიან დიდი მადლობა. აქვე ვიტყვი, რომ მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის და იმეც ვიტოვებ, რომ ესეთი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით საზოგადოებრივ მაუწყებელიც როდესმე დაინტერესდება. მადლობა კიდევ ერთხელ. ელენე აბაშიძე საგამოფენო სივრცის კურატორი იყო ჩვენი სტუმარი. ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით BMG TV-ს ეთერს საქმის კურსი აგრძელებს.